დილამშვიდობის ჩემ არეული ტერიტორიიდან. დღეს იცი რა დღეა? აი დღეს ეგ დღე არის, რომ სახლიდან ფეხი არ უნდა გავადგა და თუ სადმე ზედმეტია რომ უნდა გავიქნიო. და ეგ ის დღე არის, მეც რომ მომწონს ეგა და რომ შვიდდები და უწყნარდები და გძნობ რომ დალაგებულია ყველაფერი. მაგ ყველაფერს ჩემი ოთახიდან დავიწყებ, მაგრამ მანამდე ფსიქოლოგიურად რომ დამერწმუნებულნი ჩემი თავი რომ კარგად ავარჯერ ვიბანავე. აუ გაბლალობიო მაგ დადგმული. და სარიცხის ჩართული და ქარიც არის. აი მის ხმარი. წყალი რო შეაქმეთილობიო და მეწვა. ძალიან დაბალზე დავდგი, ძალიან დაბალზე რომ სანამ ჩავიცმევეთი არ დავბუგოვებდი, გავწმინდო თვალი. ვაი, კაია. გრილა, მაგრამ იმედი არ გავცივდები. აი ეს მომიგდა დილის ჟამზე. ნასკებს ვიპოვი. დილის აქ ბავშვები იყვნენ, წავიდნენ. ჩაცხედით ჩემო ლამაზი. ჩაცხედით ჩემო სიხარულეო. რატო ჩაცხედით? დედა არ მოვიდა, აქ ამოდიან ტახტზე და სხდები. ჩემი პანდა, ვინ არის? ვაიმე ჩემი სიხარულის გოდი. ეცა ნახეთ, ლაკავემ რატო დიო? აი ნელა ნუ დამფაჭნებ, კოკო, ბიჭო. იმის არის ცხო. ჩემი ნასკინია. თადმი გაქ ჩემი ნაცკი. ძალიან. გავუში ჩემ ნასკს გავუში. ჩააჭერდი ჩემო ლამაზო, მიდი აქ ეჩუბები. ორი წამი, ესე იყავით, სულ წამი. ნახეთ. რაც რამდენად მეტყობა, გუშინმა მალმა ნიკმინ. თუ გუშინც რო სვავ ხოლმე ესა კმეს. ბატი ეგ, ჩემი ბატი. სწორედ ჩავიცვი. შევყარე სამსახურის ტანსაცმელი. რომ მაგას ცოტა ნაკლებ დროზე შევყარე, მაიკა და შარვალი წამოვიღე მარტო და ჩენი. ყველაფერი სუფთა მქონდა. ხო და 20 წუთიანზე გავრეცხავ რა, მეტი არაფერი არ უნდა. ხო და ხა დავლიოთ ყავა. დავლიო ყავა. და შევდგეთ საქმეს, იმიტომ რომ დღეს მართლა მაქსიმუმი უნდა გავაკეთო სახლისთვის, რომელიც კაი ხანი არ გამიკეთებია. ასე. მარტო ოთახი არა. სანამ 4 წუთია აქ, ამას დარჩენილი მოდი გავიდეთ. დღეს არის მარტო მაღლა ოთახების დრო არ არის, დღეს არის ბიბლიოთეკის ისიც. ისინი ნახეთ, ბავშვები ნახეთ. დილის ბანაობა აქტივათაც. ჩემი დებილი ბავშვები. დღეს უნდა აი ეს ტერიტორიაზე, თუ რამე ზედმეტი აი განახლოთ უნდა. ყველაფერი ალაგდეს. და ყველაზე მძიმე სიტუაცია ხო ჩემთვის აქ. რატო? აი ეს რაღაცა ნაწილები მისა ბიჭებისა არის, რომაც როკეთები და ლაშს ხალხი უნდა გავიტანო მარანში მეთქი და მე არ დაიწყო უიდა რაი და ცად არის და რაღაცა, იმიტომ რომ ეს არ არის ბიბლიოთეკის ამბავი საქმე. ხო და არის კიდე რაღაცები, რომელიც მართლა უნდა მოვაშორო. ყველაზე ძალიან რაც არ მიყვარს ამ ოთახში არის ის, რომ აი ეს ჭიები რო არიან, ხო იცი ნესტის ჭიებს ეძახიან. ხელს რო დადედამ რგვალდებიან. არ ვიცი არ საიდან არ მოდიან ეგენი, მაგრამ
აი ყოველ დღე რომ გამოგაო და შემოხვიდე როგორც აი რაღაც მარილი გადაყარ მასი არიან. ხო და მოკლედ ეს დღევანდელი დღეც ესე გამბავი. ნახეთ რა მომიტანა ბიძინამ. ჩემო მამთილმა. ნახეთ რა მაგარი რაღაცა არის. ცა ამას ბიბლიოთეკაში რა უნდა მივხედოთ საქმეს. ეს რა არის? ეს დაიწერა იყო დანების სალესი. მოკლედ არის რაღაცები, რომელიც ბიბლიოთეკის ადგილი არა, ბიბლიოთეკაში არ არის მაგათი ადგილი. ნახე კიდე რა მაქვს მე. ოლის ჯოხი. ეს ტარიც მოყვება ზედმეტი? მეთქი რა არის? ტარი კი არა რაც არის ხო. ანუ რო წურავს თავის რა ეგ არის. ხო და ესეთი ამბაგვარი ხომ აქვს შავი კი არა მრგვალი. მოკლედ ატრიბუტები გვაქვს დალაგებს უბრალოდ ხალისი გვინდა ეხლა ხო ჩემო ლამაზ ჩემო პრინცესა აი მე რა თბილი არის მე თო ჩემო ძემი პრინცესა მოყვა ჩემთან რომ მოგეფერო მოდი შენც მოგეფერები მოდი ჩემი ბიჭი მოდი გოჭი ჩემი გოჭი მოდი ჩემთან პატარა მე ეს ჩემი დევი ბიჭია ეს ძალიან ცაკალელი ბიჭია კუტუბი ბიჭო კუტუბი გიჟდებია იმათზე და იმაზე კიდე ნახე ხო ვერ უბედავს თამაშს. იცის რომ ის ბნედას დასცემს. რაო, ჩემო ლამაზო, გეჭუბება ეგ ხალი. მოვიდით. ვიდანდა რადგანაც საერთოდ მანქანა გამოიხთა. ეხლა უბრალოდ ჩავთავ ერთ იმაზე რომ გაავლოს კარგად 20 წუთიაზე და ჯერ იყოს. მოდი დავიწყოთ მოყოლა გუშინელი ამბების. თუ გავხსენიეთ, კაი იქნება. გუშინ ამით დავდგი და უნდა გადაგვეღოს სურათი და მარიამმა დაიჭირა ტელეფონიანად მიდიოდა შტატივი და მეთქი ვაიმე და გადაარჩინა ჩემი ახალი ტელეფონი მარიამ ესე მოთავწოთ ესე იგი ვიყავით ალავერტში წინანდალში კიდევ ორში ვიყავით და თქვენ უფრო კარგად იცით მე იმაში ვიყავით შუამთაში ახალში და ძველში ერთშიც ვიყავით ალავერტი თქვი თქვენ ხო იცით სადაც ვიყავით გუშინ ხო განახეთ და გამახსენდება გეტყვით საერთოდ იმიტომ რომ კორონის მერე აი რო ვიცი რომ რამდენჯერ მოსვლია თქვენ ხო კარგად აი რო ვიცი რომ ეს ჭიქა არის ვერ ვიტყვი რომ ჭიქა თავიდან მეგონა რომ მართლა უბრალოდ დავიწყდებოდა მაგრამ მე რო გავიგე რომ კორონის შემდეგ ძალიან ბევრს აქვს ეს პრობლემა ცოტა დავწყლავდი ეხლა როგორ სისულელია დაწყლავდი იმიტომ რომ გავიწყდება ეს არის ბანკა მაგრამ არა თავიდან მართლა მაგრამ მოვიდე მაგრამ განვიცდიდი და
გამახსენდება რა. გუშინ ესე წამოღებული მქონდა გუშინ არ წავიღე სემიჩკა. თქვენ ხო იცით რომ ყველა ექსკურსია სემიჩკა მიმაქვს ხოლმე და ყოველთვის ბევრი არის ხოლმე. ხოდა გუშინ არ წავიღე და ისა, მაგრამ ვინანი რო არ წავიღე. კი იყო, ახლა 20 კაცი ერთი პაჭკა. ხოდა აი გამიშრეს ცოტა. გუშინ ისეთ დაღლი და გაუბედურებული მოველი რომ რომელ დაბანაზე იყო ლაპარაკი შევძველი. ამიტომ ხა თეთროულებს დასაწყები. ხოდა რას ვამბობდი? ყავაზე უნდა მithara. წამოღებული ქონდა გოგოებს ყავა. არც ერთს არ გაუჩნდა იმისი ფიქრი, არც ერთმა არ იფიქრა იმაზე, რომ წავიღოთ პესოკიან, გავაკეთოთ პესოკიანი ყავა. ხო შეიძლება რომ მანანა წოცოდუა. არც ერთმა არ იფიქრა. არის მე რო დღეს შენც მოგხედა. დღეს არის დღე რომ ზარსად არ მეჩქარება. და უბრალოდ თავი უნდა მეუძღვნა სახლს. განაგებას. არ ვიღებ სტუმრები თუ აპირებთ ჩემთან რუსას დღეს არ მოხვიდეთ. არ ვიღებ არავის. მაგ ენრაოდენობის დასალაგებელი და თუ მომეხმარებით კაი. გავიგეთებ ხა ნაუშნიკებს. და სავარაუდოდ ოთახი. ჩემი ოთახი და ჯერ. ხა ავაბოტულდეს და გარეთ დავიგეთ არ მინდა ქრუტაული. მაღლავით ტახტზე დავსხდეთ და დავლიოთ. იარი მოდის. ეს აცხები. შევდო ეს მასივაში. ყავს დავსხავდა აქ და ჯექი. მიგავა. ცხებია. დღეს ეკვა გაქვთ. გუშინ კონცერტი ჰქონდა ჯვარობს, რომელიმე ჩქობს. რომელიც ანანო და ასალოც იყვნენ? თუ ძველი ვიდეოები იყო? აფერს წაიჭრილი. Uri არის ამოვიწყავი ისა არხურა მოგესწრია ტახუნის უხოქ გადით ახლა გაჭამეთ უკვე. აი მე ყველაზე გემრიელი დავღვარე, რომ მე შედორა პატივა. გოში ხო გითხარით კარტოფილის რო წავი დილის ფილოლოგში და ის არ მქონდა. კამა. და ეგ რა არის მეთქი ახალი კარტოფილი ეგ რო შევწვა და კამა არ მქონდა, მაგრამ მქონდა ტარხუნა და დავჭერი. აი მე რა სუნი გაუშვა. რა მაგარი იყო, ეს კი აგისხლით. აქ დავსხდეთ. ცოტა მზეა, მაგრამ ანუ თავთან არ ამს. არ შემაწუხებს. აუ ტელეფონი დამჭა დაბლა. კალანხოე.
ყავის ჩემი კალანხოე სხვათა შორის და ფერებმაც კარგად ეს არის ვარდისფერი, ეგეთ. ეს არის წითელი, კიდია ვარდისფერი და ყვითელიც იყო სადღაცას. არა? ცა ყვითელის ტოტვა არ გაიხარა? მახსოვს რომ იყო. დავამთავრეთ ოფიციალურად ექსკურსიების სეზონს გახსნათ რომ აცხადებდი ხა დავხურე ერთი სიტყვით აბა გამოდით ორივენი და რაღა დაგიმალოთ და მიხარი რომ აი მართლა დავიღალე რომ აი გადარბენით გუში 8-25 წუთზე უნდა ყოფილიყავი გარეთ. გამოვიწერო 3-4-ზე სავიწროთ. ხო და აი 8-25 წუთი იყო რომ გავედი გარეთ და დავიხედე ფრჩხილებზე და ეს მანიკური, ის ცისფერი მანიკური რაც მესვა. ამ დამვიწყებია გაცლა და აი რო იყვენ ნერვებზე ვიყავი უკვე სანამ გავიდოდი იმას. და შემოვტრიალდი გამოვიქეცი ბარბარეს გაიყოლა ეს ჩანთა და შამფურები და გზადაგზა გავიცალე მანიკური სანამ მარშრუტკამდე მივედი და გავედი თუ არა ბარბარემ დავიძახა მოდის მოვასწარი გავედი მაგრამ აი ვის ხარჯზე და ამის მერე აი სულ ყველაფერი გაფუჭდეს ნუ ხა ვერ გავაკეთე ეგა რა შემეცოდა ალუჩა არ გავაკეთებ ხოლმე ან გადავდებ არც დავიწყებ რა მაგრამ ეხლა რა კარგია იცი რო ალუჩა რა მაგასაკეთებელი არც დავიწყე რაღაც სადღაცას რომ მივიდივარ იმ დღეს არაფერს არ გავაკეთებ იმიტომ რომ როდესაც მივიდივარ ხოლმე ან რავი კონცერტზე იმზე რაღაცაზე თუნდაც რესტორანში და რაღაცა ყოველთვის ვიცხოვრო რომ იმ დღეს უნდა ყველაფერი გავაკეთო და ისე წავიდე ჯერ ის რომ ფათაფუთი თუ ასწრებ ბანაობას და მომზადებაზე ხო ლაპარაკი მეტია ძალიან ბევრჯერ მანიკური ან მანქანაში გამიცლია და ამ მანქანაში დამისვი და ირო დავფიქრდეთ რა ძალა მაგ. ის რაღაცა ისედაც გაკეთება მომოვაკეთეს და სად გეჩქარე. ხო მართალი. მაგრამ ზუსტად ვიცი ხვალე რომ სადმე წავიდე, მაინც ყველაფერს გავაკეთე და ისწავ. და ეგ ეტყობა უკვე იმაში მაგ. იმაში. ვერ დავაყენეს ტელეფონი რა. ხო რა შეეხება გუშინდელ სიტუაციას ძალიან კარგად გავერ. ძალიან კარგი იყო გარემო სადაც საჭმელი ჭადით აი იყო უძვირფასესი ადგილი ძალიან ლამაზი ადგილი ძალიან ხალხრავალი იყო იმიტომ რომ მარტო ჩვენ არ ვიყავით ერთი 4 ექსკურსია იყო ალბათ იქ მაგრამ ხა მაგას ვერსად ვერ გაიქცევი ხა ისეთი ადგილს ვერსად ვერ იშოვი რომ მარტო შენ იყო იმიტომ რომ ჯერ ეგეც რომ მოვასწარით მართლა ის იყო რა 1-5 წუთი რომ დაგვეგვიანა ჩვენ მაგის დაქირავება ეგეც აღარ გვექნებოდა ძლივ მოვასწრე. აი ალა ვერდი თქვი? წეღან? მე სახლ-მუზეუმშიც ვიყავით. შეგინთ აღარ შევევთ ჩვენ ბავშვები შეიყვანელისო. ჩვენ გარეთ ვისხედით იმ სიმწვანეში, სიგრილეში და ვჭორაობდით. მართლა კაი დრო გავატარეთ გუში. იმდენი ვიცით, ჯერ იქ იმდენი ვიცით, ან ბავშვებმა რო ჭამეს და მე იცი როგორი სიტუაცია იყო? შუამთაში იყო ეგ ადგილი. ანუ შემოღობილი იყო, თან მაგიდები იყო, თან ბუნება იყო, თან რაღაცა და ისეთ სიტუაცია იყო, რომ ანუ გზაზე არ გავიდოდნენ ბავშვები რა და ამიტომ ძალიან მათ ვიყავით. თავისუფლად, ხა ბავშვები რა ნინოსტოლები და პატარები არ იყვნენ. და ბავშვებმა რო ჭამეს დალიეს და რაღაცა მე ჩვენი მაგი მივხედოთ იმისა ორი მაგი დაქონდა დაქირავებული ერთი მე ბავშვები გადავიდნენ ცარიელაზე სადაც მუსიკებს უსმენდნენ და რავი ერთობოდნენ და ჩვენ დავსხედით სუფრას არ ვიცი ჯერ იქ ხო ვიცინეთ ისე ვიცინეთ რომ თამუნა ადგა გვერდიდან და გამექცა ცოტა ხანი გავალო ვეღარას უთხოვდა რა ვიცი მე რა ვიცი კაცო ის რაღაცებს ოყვებოდით და გააჩერეთ და გადასვითო კარგად ვიხალისეთ და მერე მარშრუტკაში ხო საერთოდ
ძალიან კარგი იყო. ანუ მაქსიმალურად აი რო იტყვი ხომ აი როგორი დრო უნდა გაატარო შენ, ანუ უნდა შექმნა შენი თავისთვის პირველ რიგში ესეთი გარემო, რომ ის მოგონებად დაგამახსოვრდეს და კარგად დაგამახსოვრდეს. ეხლა რო გამივსულიყავი დამჯდარიყავი, მე ეს არ მინდა არავჭა, მე არ მინდა მე აქეთ ვიქნები, მე იქით ვიქნები, არ მინდა და ანუ არ შავ ლაპარაკში არ შეხვიდი ადამიანთან ურთიერთობაში რაღაცა მოვალ და ვიტყვი რა იყო რა არა რატო მიდი ხარ ბარემ გაატარე ისეთი დრო როგორც უნდა გაატარო და გაერთო და რა ვიცი აი სამივე ბავშვების ჩემების ექსკურსიები მიყვარს უზომოდ იმიტომ რომ მშობლები არიან იდეალურები ვერც ერთ ექსკურსიას ვერ გამოყო, ნუ ივანესას გამოყოფილ მომენტისთვის, რომ პირველი იყო და სხვა ემოციით დავიწყე და სხვა ემოციით ვამთავრებ. და ანუ სკოლას პირველი იყო და ანუ მეორე წელს ბანკეტიც პირველი. აუ ბანკეტზე უნდა ტანი დავიყენო. ხო და ისა რა ქვია. ძალიან კაია რა, მიყვარს ამათი ექსკურსიები, ამათი მშობლები, ბავშვების, იმიტომ რომ რა აი რო იტყვია ხოლმე ბევრისგან გამიგია რომ ბავშვებზე ძალიან კაცო მშობლებს უხარიეთ ექსკურსია ეგრეა მე მიხარი რა უნდა მიხაროთ ეს ან რაღაცა ისე ამბობენ ხოლმე რა აი ბავშვებზე ძალიან ბევრისგან გამიგია ესე რაღაც აქტიურად რომ ბავშვებზე ძალიან იმათ უხარიათ რა ერთი გაერთ მარისთვის მივდივარ ექსკურსიაზე რომ მარტო ბავშვსავდიო სიტყვაზე თუ არ გავერთე მიხარია რომელია აღდგა. აი მე უკვე წამისვი შვილო ეკბილის პასტა. ცხაჯი გამოვიცვალე. არ ვიცი. და დინახე რა შეიძლება. იქით დიხელა საათიდან გამოხვალ და მე მეკითხები. აი ხა ის მზე როგორ მაწუხებს? ნეტა ნინო შეგიძლია სათვალე გამომიტანო? ოღონდ არ ვიცი. მე მგონი თეთრი მას რო გამოხსნი იქადე თავის ყუთით და ყუთიანად გამომიტანე ის რაღაცა ის როა პანტერისა თუ ვეფხვისა. აი ბიტონი ირეკლავს თუ რაღაცა ეს დაბლა და მეცრემლება თვალი ახლა. აი სულ. დღეს აჭვენს თითქოს არაფერზე არ ვფიქრობ, რაღაცა მაქვს, თევზი მაქვს, მხარშული. პიურე გავაკეთო, მეთქი ვფიქრობ მაგას და იგი იქნება და მიეტანენ. მეც შევჭამ. გუშინ ერთ-ერთი მშობელი იყო, აი ისე კარგად დაკლებული, მაითო მიყურებ მოკითხვა და აი ეგ იყო ჩემთვის კიდე სტიმული, რომ ოღონდ ვკითხე რა შვებითქო რა და გაზიანს არ ვსვაო პირველ რიგშიო. აი მე ეგ მომენტი მაქვს, მაგრამ თვითონვე მითხრა, ისე მიყვარდა კოკა-კოლა წყლის მაგივრად ვსვავდიო. და ორი კვირა გამიჭირდა რომ უარი მეთქო. ესე იგი შეიძლება რომ რაღაც აკრძალო და არ ჩაუშვა ამ გასახმობ მუცელში. ხო შეიძლება. და აი ძალიან ლამაზად მე მაგრად მომეწონა, მაიკო ძალიან კარგად გამოიყურებოდა და აუ სტიმული მომეცი ძალიან მაგარი რომ ესე იგი მე შევიძლია. მე შევიძლია რომ ელემენტარული გაზიანი არ დავლიო. ეხლა გე კოკა-კოლად კაიوانეს ვავს. არ დავლევ. ჩემს კვებოთ არ არის ეს მუცელი, მაგრამ ხან ისე მიმამონავებს ხოლმე. ხან ისე ჩემს კვებით კი არა, ჩემს ზემოთ ამოდის ხოლმე. დღეს არაფრის დიდებით არ ვიშლით ნერვებს, მივდივართ ამ გაწყობით და ვალაგებთ. უბრალოდ შეიძლება მე თვითონ მომეშალო შიგადაშიგ ნერვები რომ დამეწარება რაღაცები. მაგრამ არა, პირობას გაძლევთ. აი ხა ვდგები და ვიწყებ. პირველ რიგში ვიწყებ ხოლმე გარდირობებიდან, რომ მოვაშორო ზედმეტები. გადავათვალიერო რამეს თუ არ იცმევენ ფხლაშ და ეგ. ესე იგი გუში რო უძილო ვიყავი და გვია რო დავიძინე და დილით რო 5 საათზე ავდექი თუ ეს ცის ნახევარზე მეგონა.
ისე მტკიოდა თავი, მე თავის ტკივილი არ ვიცი, ძალიან იშვიათად. ისე მტკიოდა თავი და ისე მეძინებოდა და იქ იყო ძილი რომ დამაკრდა მაგის გამო. აი ეს ადგილი მქონდა გაბუჟებული და ეგ ძალიან მიშლის ელემენტარული ხო იქ ყოფნაში და დროის გატარებაში ხელს თავი მიტივა და სოფო მომცა წამალი ჩემი მარძალმა რაღაც. და ნახევარ საათში ჩიტივით ვიყავ. აი მე რა კარგი. ამედი სათვალები გამოიტანი. დავტესტოთ. უჯრაში. წავედი ხსაგებშთობებით მომავალ ვიდეომდე სანამ ნინო სათვალებს გამოვიტანს. და იმას ვიზამ შევხედავ სხვადასხვა ფერის იმით თვალებით სამყაროს. დალაგებას რომელი მოუხდება ვნახოთ. აბა ჰე, კაი დღეს გისურვებთ ყველას.